ირაკლი გედენიძის სემის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. საქმე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეშლის ფაქტია აღსრული. ინტერპრეს ნიუსის ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმის განცხადებით გედენიძეს ჩაუტარდა თავის ხერხემლისა და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამ ეტაპზე ძლიერი დაზიანებები არ აღენიშნება. შეგახსენებთ, ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუნტრია. თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ივანე ბეგიაშვილი დავაკავეთ, რომელმაც ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი. გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.